ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ისრაელისთვის დროა გაამრავალფეროვნოს თავისი პარტნიორობა, განავითაროს ისინი და ყურადღება გადაიტანოს მის სამხრეთ მეზობელ აფრიკაზე. და ამის გაკეთების გზა არის არსებული პარტნიორობების გამოყენება, როგორც პლაცდარმი დიპლომატიის გასაფართოებლად. ასეთი ძალები, როგორიცაა რუსეთი, ირანი, თურქეთი და ჩინეთი, უკვე კონცენტრირებულნი არიან კონტინენტზე სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე და ამას 10 წლეულებია აკეთებენ. იმისთვის, რომ არ ჩამორჩეს, ისრაელმა უნდა შექმნას რეალური სტრატეგია აფრიკასთან ურთიერთობებისთვისაც, რომელიც კოორდინირებული იქნება რეგიონის პარტნიორებთან. გარდა ამისა, პარტნიორებთან თანამშრომლობა აფრიკაში პროექტებზე არა მხოლოდ აძლიერებს არსებულ ურთიერთობებს, არამედ სამომავლო დაგეგმვასაც უწყობს ხელს. ირანის გაფართოებამ ახლო აღმოსავლეთში რეგიონი ომში ჩააგდო, სადაც ისრაელი ირანის პროქსებთან მრავალფრონტიან ომს აწარმოებს. აფრიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით საჰელში, გაიზარდა მებრძოლი ისლამისტური ჯგუფების რაოდენობა. მაშინ, როცა კონტინენტი ტერორიზმის ზრდას ებრძვის, ისრაელი დახმარებას შეძლებს.